ეს სიარულის ამბავი რა მნიშვნელოვანი ამ სოლიდარობის გარდა იმისაც არის რომ რაღაც კონტექსტები გახდეს ცხადი. მოყვეთ რა ვნახეთ ამდენი ხნის 7 თვის განმავლობაში დავდივართ რატო დავდივართ რატო გადაწყდა რომ რაღაც აქტივიზმის ეს რაც ფორმა უნდა ყოფილიყო აქტუალური ჩვენ ყოველდღიურობაში გავხსენოთ ის გამოცდილებები რაც დავაგროვეთ ის დარბევების აი ყველაზე ცხელი პერიოდი როცა იყო პირდაპირ უცემდნენ რუსთაველზე ამ პერიოდში ერთ-ერთი დაკავებული რომელსაც ეს საშინელი წამების გამოცდილება აქვს იყო რატი ჩვენი მეგობარი და რატის პროცესზე იმიტომ რომ ის დაკავება მოხდა ჩვენ თვალწინ ნახეთ როგორ მოიქცა როგორ მოგვექცა ყველა გამოცადი საკუთარ თავებზე ეს რაღაც სპეცდანაყოფი მივედით სასამართლოზე როგორც მოწმეები ეს ეს არის ჩემი პირველი გამოცდილება არის სასამართლოში მისulis. მახსოვს ან ჩემი შეგრძნებების დონეზე მახსოვს რა, აი ფეხები როგორ მიკანკალებდა იქ შევედი მოსამართლის წინ და რაღაც ფიცი რო თქვი თუ რა ანუ რა უცნაურია რომ ეხლა იქ ვარ სადაც ვარ, იმიტომ რომ აღარ წარმოვიდგინე რომ ამის იქეთ კიდე შეიძლება რომ ეს ყოველდღიურობაში ეს მეკეთებინა რა და მივედით რატის პროცესზე და მოხდა რაღაც ვერ წარმოვიდგენდით ხო ანუ მე ჩემს პირადად ასეთ რეალობაში არ იყო ეგ წარმოსადგენი რომ მე საპირისპირო მხარეს მოწმეთ გამოცხადდა პოლიციელი 18 წლის ბავშვი ჩემი მეზობელი ყველაზე მძაფრად არის ჩემ ცნობიერში ეგ მომენტი რომ მოვიხედე და რომ მეცნო ეს ანუ როგორ მეშინოდა რა საკუთარ თავში რომ დამესვა შეკითხვა რას აკეთებდა სასამართლოში იმ მომენტში როცა ვიყავი მე იქ 18 წლის ადამიანს კითხო შენ აქ ხარ მოხვედი ხა მისცე წრუ ჩვენება ანუ აი არ ვიცი ჩემთვის პირადად იყო ძალიან რთული ოღონდ ისე შეეშინა თუ აი ეს ადამიანი გამწლანდა გახსოვს ანუ მაგას უნდა ფერი შეეცვალა რა და ნუ რაღაც იქ გაასეინეს იმ თავისმა მეგობრებმა და ხო მე ჩემთან რაღაც ყველაფერი უარყო რა ერთ წამში აბსოლუტურად არა თავიდან თითქოს კი მე დავაკავე მაგრამ მე როცა მე აი ის ემოციური ფონი მქონდა არა მე არავინ არ დამიკავებია და მე მივდივარ თან ან შენ უთხრა რომ მე გიცნობ და იქ არის მე ვთქვი დედამისის სახელი ვუხსენე ეს იყო ძალიან რაღაც პირველიაც მომივიდა ანუ აი არ ვიცი ჩემს ეგ ადამიანი იყო ბავშვი რა ანუ ეგრე არის ჩემ ტვინში რომ არის ბავშვი და რაც ვიცნობ დედასთან ერთად ცალკე ადამიანთან არც ყავდა წარმოდგენილი საერთოდ და ეს რო უთხრა დეიდა რო უხსენ აი მაგ მომენტში აი ძალიან მძაფრად მახსოვს რა ეგ თვალები როგორ შეეცვალა და მე წავიდა და მისცა ის ჩვენება რაც მისცა რა რატის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა რომ ვიცოდით რომ სიმართლეს ვაპარაკობთ და ზუსტად ისევ ამბობდით ყველაფერს რაც იყო მაინც ძალიან სტრესული იყო იქ ის რაღაცა ფიცი ის რომ გაფრთხილებს რომ შენ უნდა თქვა სიმართლე და მე ეს რაღაცნაირი კითხვები ძალიან კონკრეტული და აი ცოტა რომ იბნევი რომ აი მე უცებ რაღაცა შემთხვევით არ შემეშალოს რომ აი ესე ფიცი მაგ დადებული და არ უნდა მოვიტყო და ის პირდაპირ მაგ განსრახვით ჩემოდის თავიდანვე რომ იცის რომ ტყუილს ამბობს რომ გაგრძელდა ეს პროცესი რომ ნახეთ ბევრი ცრუ მოწმე და რომ მივეჩვეთ ამ პერსონაჟებს ახლა ისინი რაღაცნაირად თითქოს დამუშავდნენ ამ პროცესში რა ისე აღარ უკანკალებთ ფეხები და ისე აღარ უკანკალებთ ხმა და აი ის ჩემთვის იყო აი პირველი გამოცდილება იყო აი ასეთ რომ შეგიძლია რომ ადგე და მოაწერო ხელი ადამიანის დასჯას დეჰუმანიზაციის რაღაც სტადია არის ერთ-ერთ პროცესზე გიორგი ახობაძის პროცესზე დაიკითხა პოლიციელი მოწმე გიორგი დგება ნუ ძალიან შვიდად წყნარად და უსამს ისეთ არ ვიცი ძალიან უბრალო შეკითხვებს რომ საერთოდ თავიდან ვერც მივხვდი რა ხდებოდა რომ აი თქვენ რაღაც პირობითად გახსოვთ მანქანაში გვერდით რომ გეჭექით ნუ ეს კაცი რაღაც ამაზე რაღაც არ არის უარზე რა რომ კი მახსოვს რომ ვიყავით ერთად ნუ მე გიორგი ეკითხება რომ აი ის თუ გახსოვთ აი ვენების დაავადებებზე რომ საუბრობდით რომელიც გაწუხებთ და დიდი ხანი ფეხზე რომ ვერ დგახართ და არ მახსოვს ეს პოლიციელი ეუბნება და გიორგი ეუბნება აი ის მაინც თუ გახსოვთ 10 საათი რო გავიდა ლოდინის რეჟიმში და
თქვენ რომ სენდვიჩ ჭამდით, მე რომ შეერი ვიყავით და რაღაც ადამიანურად რომ შეგეცოდეთ და იმ სენდვიჩის გაზიანება შემომთავაზეთ და არა, არ ყოფილა ასეთი არაფერი, ჩვენ 5 წუთით შევხვდით ერთმანეთს ამბობს. პოლიციიდან ნუ გიორგი ესე ქრონოლოგიურად მიყვება ამ რაღაც 20 საათს, რომელიც აქვთ ერთად გატარებული, რომელშიც იყო უამრავი დიალოგი, უამრავი ხუმრობა, რაღაც ინფორმაციის გაცვლა და ეს პოლიციელი აი ესე თვალებში უყურებს სასამართლო დარბაზში და ამბობს რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი და მან გიორგი ახობაძე ნახე მხოლოდ 15 წუთით რაღაც ხრეკლის პროცესში რო ედგა გვერდით და უზრუნველყოფდა რომ ის არ მიმალული იყო რა არც ერთ სამხრე კამერა არ ქონა ჩართული როსვამს ადვოკატი შეკითხვას რომ ქონდა თუ არა სმარტფონი რომელსაც გადაღების ფუნქცია აქვს ქონდათ მაგრამ რატომღაც არავინ არ გადაიღო იმიტომ რომ შეიძლებოდა ყოფილიყო საფრთხე რომ გიორგი თურმე მიმალულიყო ოღონდ მეორე მხარეს რაღაცას ამბობს ანუ აბსოლუტურად საპირისპიროს ამბობს და თვითონ ირევიან ამ ჩვენებებში თუ სასამართლოს არ დაესწარი აი ესეთი დეტალები ნუ შეიძლება მედია აშუქებდეს და ძალიან დიდ საკეთებს მედია იქ როცა ხარ ბევრად უფრო ცხადი ხდება ეს უსამართლობა რა როგორ შეიძლება ადამიანი ანუ როგორ შეიძლება არ ვიცი ეგ ჩემს ჯერ ამოუხსნელი არის როგორ შეიძლება რომ ასაკეთებს ადამიანი მაგრამ იმას ცხადად ხედავ რა შეიძლება რომ გააკეთოს ადამიანმა ანუ რამ ხელაზე შეიძლება რომ შეხვიდე რამ ხელაზე შეიძლება რომ შეტოპო რომ მე უკან დასახევი აღარ გრჩება რა